გლდანში მდებარე 120 ბაგაბაღის ყოფილი შენობის გაზიფიკაცია დასრულებულია. კომპაქტური ჩასახლების ობიექტში დევნილთა 23 ოჯახი ცხოვრობს. ნაგებობაში სრულად გამოიცვალა წყალკანალიზაციის სისტემაც. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე აქ მცხოვრებთ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაეცათ. დღეს ერთ-ერთ ოჯახში გაზის სიმბოლურად ლტოლვილთა მინისტრმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აანთეს. გრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით და მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. დაკანონების პროცესიც გრძელდება, დაკანონებულია 10,000-მდე ოჯახი უკვე თბილისის მასშტაბით, ეს არის 30,000-ზე მეტი სული აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობენ უკვე საკუთრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით აფხაზეთში, მაგრამ სანამ დაბრუნდებიან, პირობა, რომელიც პრეზიდენტმა მისცა ამ ადამიანებს, რომ მათ დაბრუნებამდე ექნებოდათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, აი ეს პირობა სრულდება და მე ამით ძალიან გმაყოფილი ვარ. მადლობა ჩვენს მერიას, ჩვენს მთავრობას, ყველა იმ ხალხს, ვინც ასეთი სიკეთე გაგვიკეთა და ნამდვილად არ ველოდით და ასე რომ ძალიან გახარებულები ვართ ამ შემთხვევით.